კახაბრის 32 ნომერში მცხოვრები დევნილები და ეკომიგრანტები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში წინა ხელისუფლებამ ისინი შემდგომი ფართის დაკანონების პირობით შეასახლა. პრობლემის მოგვარების თხოვნით მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მათ მდგომარეობას ადამიანის უფლება დამცველი თამაზ ბაკურიძე გაეცნო და მთავრობას დახმარებისაკენ მოუწოდა. ვის ბალანსზე ირიცხება აღნიშნული ობიექტი და რატომ არ დაუკანონდა მოსახლეობას ფართების საკუთრებაში. ვრცლად მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. ჩვენ იმედი გქონდა, რომ ეს გაფორმდებოდა. ყოველ წელიწად, ყოველ თვეში დრამაში ინტერესებსა მივდივოდი და ვიდრე ჩვენ გაფორმდეს, ჩვენი უნდა ვიცოდეთ. ასე ვიღაც გეივლის, ოღონ ხმა მიეცი, იმ დღეს დამთავრდება, დუმბაძე გასულწრეთში აქ რომ მოვდა. აქზე იყო ზუსტად და დუმბაძე ხელები მოგდეხო, ფეხები მოგდეხო, თუ იმას ხმა მიეცოდო, მივეცით ხმა. შევდა პარლამენტში, მის კამიკაში ჩაჭა და დაავიწყდა აჭარას, აჭალების საქართველოს. ჩვენ ვთხოვთ ამ შენობის დაკანონებას. არ მაინტერესებს არაფერი, რა ვერ დათვალენ მაგათმა. მოკლედ რო ვთქვა, იმდენი წელი მედიაში ვცხოვრობდით, შეჭმულ მილიონებზე არაფერს არ ვამბობ, დიდი პროცესია. არც არაფერზე არ ვამბობ, არაფერი, ეს რაც გვაქვს, ხო ეს დაგვიკანონონ და გზაზე დაგვაყენონ, თორე ძალიან სავალალო შედეგს მიიღებენ სხვათა შორის. არა მარტო გზის გადაკეტვა, აი იმ სკამებზე რო ზიან წლობით ერთი და იგივე ხალხი და თუ არ იციან ამდენი წერა კითხვა, მოაბამენ თავს, გადადგნენ. აქ არის ერთადერთი მოთხოვნა, რომ ამ ხალხს ეს ფართი დაუკანონდეს, იმიტომ რომ არ დაკანონება უქმნის მრავალ პრობლემას მოჯახებს. აქ არის ელემენტარული რაღაცა, ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ დაუკანონდეს. თუ ხელისუფლებას სხვა რამე აქვს გეგმაში, ან გაყიდული აქვს ეს ტერიტორია, ან ამათ გადაყვანას აპირებს უფრო უკეთეს პირობებში რაღაც, ესეც უთხრას.